დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გაშლა გველოდება. მე ასეთი გაშლა საჯარო ფორმატში არ გამიკეთებია. ამ დასტამ, ესეც კლასიკური დასტა, ჩანთაში მეტად ნახეთ რას დაემსგავსა, თავი მომიწვრა ამისთვის სახლი მაქვს საყიდელი. ამ დასტამ უარი მითხრა ახლა ენერგეტიკულად ამ გაშლის სიგნიფიკაციაზე და ამან დამიძახა. ესე იგი, ჩვენი გაშლა მიმდინარეობს ფაქტიურად არაორაკულებით კლასიკური ტაროს ორი დასტით. Აშთი ორი კლასიკური და მესამე ტარომანარა, რომელიც მე ორაკულად ვერ ჩავთვლი ამ დასტას, ეს არის უძლიერესი დასტა, სწორედ ამის კურსი დავამთავრე. მე ერთადერთი რაც გავიარე კურსი, ეს არის ტარომანარას კურსი, იმიტომ რომ ტარომანარა არის დასტა, რომელიც არც კლასიკურია, არც ორაკულურია, ეს არის დამოუკიდებელი დასტა, რომელიც შეგიძლია მთელი ქვეცნობიერი ცოცხლია ქვეცნობიერის ჩათვალეთ და შინაგანი სულიერი მდგომარეობის, ამიტომ მე ამ დასტაში, ეს არის ეროტიულად წოდებული დასტა, მაგრამ იმიტომ რომ ამაში არის უდიდესი სიღრმეები გადმოცემული და ეს არის ქვეცნობიერის ცოცხლი ჩათვალეთ, გამწმენდი მდგომარეობა გააჩნია ადამიანი როგორ მიიღებს. ტარომანარა არის ადამიანის სარკე, თავის. ამიტომ ეს არის უნიკალური ინსტრუმენტი ტარო კლასიკას შემდეგ, თუმცა ტარო კლასიკას უფრო სხვა მიმართულება აქვს, ეს უფრო ცნობიერი და უფრო სულის ენერგეტიკული ფონების მიმართულებით მიდის, ცნობიერის, ენერგეტიკულის და ქმედებითი ფორმის მიმართულებით და ტარომანარა უშუალოდ არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობის იმ კვანძებში შემსვლელი ინსტრუმენტი, რომელშიც ვერც ერთი ორაკული ვერ შედის, ვერც ერთი კლასიკური ტარო. ამიტომ დღეს გვექნება გაშლა, რომელსაც ვიყენებ პირადი დიაგნოსტიკების დროს, ინსტრუმენტები, რომელსაც ვიყენებ პირადი დიაგნოსტიკების დროს, უძლიერესი გაშლა გველოდება საჯარო ფორმატში და ვნახოთ რა იქნება. თქვენ ალბათ უკვე იცით, რა ქვია გაშლას, მე კი გავაშერებ ახლა. არის თუ არა ნეგატიური ზეგავლენა პირად სასიყვარულო ურთიერთობის მიმართულებით გზაზე, სფეროში, თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. ვიდეოს როდესაც გახსნით, მაშინ არის აქტუალური. არ აქვს მნიშვნელობა ამ ვიდეოს როდის გახსნი, 1 წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ თუ 5 წლის შემდეგ. ვიღაცას ეწერა კომენტარში, ეს ვიდეო ახალია. ვიდეო ახალია შენი სულიერი სივრცის არხზე, როდესაც შენ მაგას გახსნი. ზუსტად იმ წუთიდან არის ახალი შენთვის, როდესაც ვიდეოს გახსნი. ამაზე პასუხს გეტყვი, ახლა იტყვი როგორ 1 წლის წინ არის ადვირთული. სივრცეში დრო არის მარადიული. ინფორმაცია, რომელიც გაშლაში არის მოწოდებული, იმ დროს და იმ წუთში მოვა შენთან იმ ეტაპზე ცხოვრების, რა წუთს, რა ეტაპზე შენ ეს ინფორმაცია გჭირდება და ის ინფორმაცია, რომელიც იქ იქნება უშუალოდ შენთვის და ამას შენ იგრძნობ, ის სიტყვები, ის ფრაზა და ის წინადადება, იქნება მხოლოდ შენთვის განკუთვნილი დანარჩენი იმ სხვისთვის, ვინც რა დროს გახსნა. ახლა კი ვაკეთებ სიგნიფიკაციას. შენ ვინც ახლა მიყურებ, როცა გახსენი ეს ვიდეო, ნახულობ შენს ეხლანდელ ენერგეტიკულ ფონს, მდგომარეობას, სასიყვარულო ურთიერთობების, პარტნიორული ურთიერთობების მხრივ. რა ხდება შენს ენერგეტიკულ ფონში?
სასიყვარულო ენერგეტიკულ ფონში ხარ, მოლოდინის რეჟიმში, აქ ხალი ხარ შემდგარი, განათხოვარი, შვილებიანი, საუკეთესო დიასახლისი, ულამაზესი, საკმაოდ გახსნილი მენტალური მდგომარეობით, საკუთარი თავის ღირებულება სწორედ გაგშეცნობილი, შემდგარი ფინანსურად და აკეთებ შენ საქმეს, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა ხარ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით გაჩერებული ფიქრის პროცესში, რაღაცა მასშტაბურს ელოდები, მასშტაბურს იცი რა კუთხით ელოდები? უნდა ღირდეს შენი თვალსაზრისით, რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგა პირადი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, უკვე სერიოზულად მიწიერ დონეზე, გამიგე? აქ არ არის ქალი, რომელიც ეძებს პირად სასიყვარულო ურთიერთობას რაღაცა გართობითი ფორმატით. დღეს ერთი იქნება, ხვალ მეორე არა. ესეთი ქალი არ მეყურებს დღეს აქ. კიდე რა ხდება შენს ეს მითხარი შენს ცხოვრებაში, შენს ენერგიაში რა ხდება პირად სასიყვარულო პარტნიორულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რამე ბლოკები გაქვს? პრინციპში როგორი რაღაცაა, იცი? ემოციურ დონეზე ხარ ახალი სიყვარულის მოლოდინში, საკმაოდ გახსნილი მეგობრული კონტაქტური ადამიანი ხარ, სიახლის მოლოდინში ხარ, მაგრამ რა არის ეს? და ეს ახლა აქ? გასაგებია. როგორი რაღაცა ცოტა არ იყოს პერიოდულად ხარ ცვალებად ენერგიებში, როდესაც შიდა კონფლიქტები გაქვს შენს თავთან, თითქოს იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც უკვე დაასრულე წარსულთან მიმართებაში, თითქოს შენ ქმედებებთან დაკავშირებით, როგორც მოქმედებდი წარსულ ურთიერთობებში, შეცვალე აქ ისეთი ფორმატით აღარ მოქმედება, ეს ყველაფრის ფასად წერტილი დაუსვი ამ ყველაფერს, მხოლოდ და მხოლოდ თანაბრობას ელოდები ურთიერთობაში, უდიდესი ცხოვრებისეული ციკლი დამთავრდა, ხარ მასშტაბური ადამიანი, ან ხარ საზღვარგარეთ, ასეთ შემიძლია თქვა, ხარ ცნობილი შეიძლება ინტერნეტში და ელოდები ახალ ეტაპს ცხოვრების, რომელიც არ იქნება ისეთი, როგორც წარსულში იყო და ამაზე შენ ნამუშევარი გაქვს. ამიტომ შენ როგორ რაღაცა იცი, შენ დაასრულე წარსული ნაბიჯები, წარსული ამ დრომდე როგორც ცხოვრობდი, აი სანამ პარტნიორული ურთიერთობა გქონდა, იმ დრომდე როგორც ცხოვრობდი, ისეთი ქმედებითი ფორმები დასრულებული გაქვს. ეს ეხება შეიძლება რაღაცა სამკუთხედურ თემებს, ეს ეხება მხოლოდ სექსუალურ მიმართულებას და ასე შემდეგ. აი ცოტა არ იყოს შენი მენტალიტეტით დაუფიქრებელ ბავშვურ ნაბიჯებს, თითქოს მსუბუქ ნაბიჯებს, ეს ყველაფერი დასრულებულ ფორმატში გაქვს. აი ესეთ ენერგეტიკულ ფონში იმყოფება ადამიანი მიწიერდა ემოციურ მდგომარეობაში, თუ იცანი შენი სიტუაცია, დარჩი გაშლაზე. ეხლა კი, მაგრამ აქ პარტნიორი არ ყავს ადამიანს. ეხლა ვნახოთ. ტარომანარა. გაჩვენე. რეალური მიზეზი ამ ადამიანის, რატომ არ შემოდის მის ცხოვრებაში პირობითად ადამიანი, ხო?
ადამიანებს აქ დავმალავ. ოპა. Rato. Ძვირფასო ადამიანებო. აქ ტარომანარაში ამომივიდა, აქაც ერთი არ მომივიდა. ძალიან წერტილოვნად მინდა ვთქვა, რომ აქ ადამიანს ალბათ 100-დან მაქსიმუმ 4-5% ადამიანებს და მე ვიტყვი ეს თუ რომელ ადამიანებზეა. არის რაღაცა სახის ნეგატივი ნამდვილად წარსული პარტნიორისგან. ეს შეიძლება იყოს ყოფილი მეუღლე ვიღაცებთან და აი იცით რა მინდა აღნიშნო, სხვათაშორისად ჩვენს არხზეც არიან მამაკაცები, რომლებიც ხშირად მწერენ, მეც კი ხოლმე პირადში რო ხო არ აკეთებთ ეს რაღაცას და მე ყოველთვის ვურჩევ და ვეუბნები რომ მსგავსი არც გაიფიქროთ. აბა როგორ დავაბრუნო, ხალხო ერთი რამე გაიაზრეთ. ამაზე უმეცრება გავიგეთ რომ არის, ამაზე ფიქრიც კი თავში გავლება, მაგრამ ამაზე დიდ სიბოროტეს თქვენს თავს, თქვენს შვილებს, თქვენს შთამომავლობას ვერაფერს ვერ გაუკეთებთ, რაც შეიძლება გაუკეთოს შავმა მაგიამ. ვიღაცასთან ეს არის ყოფილი პარტნიორი, მეუღლე, რომლის გამოც არის აქ ურთიერთობა გაჩერებული, რომლის თვალშიც აი თქვენ ხართ ვარსკვლავი, რეალურად არ იყო, აი ვამბობ ვისთვის არის ეს, რეალურად გაჩერებული ხართ თქვენ, აი თითქოს შეიძლება როგორი რაღაცა იცით, ბევრი მსხვერპლი გაქვთ მაგ ურთიერთობაში გაღებული, შეწირლობა გქონდათ და აი იცით რომ რაღაცა წინსვლა უნდა გქონდეთ, მაგრამ ვერ გაქვთ. ურთიერთობა სადაც ცოტა თქვენ თავს ამეტევდით ამ ადამიანს, იმ მხრივ რომ თქვენ ამაზე მეტი იყავით შეიძლება ფიზიკურად და ეს ადამიანიც საკმაოდ ისეთი პატივმოყვარე ადამიანი იყო და თქვენს ურთიერთობაში აი თავს გრძნობდა როგორც რაღაცნაირად ცოტა უმცირესობაში გარედან, მაგრამ რეალურად აქ ნამდვილი გრძნობები არც იყო რა საბოლოო ჯამში. ამ დროს ქალი არის მოძრავი, აი რა ვიცი, მე ყველაფერი შეუძლია გააკეთოს აქ. ამ დროს მხოლოდ საქმიანობა თქვენს ცხოვრებაში არ არის სასიყვარულო ურთიერთობა. რჩევა არის ის, რომ აქ გელოდება სხვათა შორის ახალი გაცნობა და არ თქვა თუ არის, შეიძლება უარსაც ამბობთ გაცნობაზე, ან კომუნიკაციაზე, ან ასე შემდეგ, რაღაც ასეთ სიტუაციებზე და რჩევა არის, რომ არ შეეწინააღმდეგოთ. აი ასეთიად ყოფილი პარტნიორი, ვისთანაც ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობა, ვიღაცასთან არის ეს ქმარი, ოჯახის წევრი ყოფილი, რომელმაც შეიძლება ყველაფერი გააკეთა, რომ დაუშვათ ურთიერთობა განახლებულიყო. თავისი ეგოიზმის ის უნდა და გამომჟღავნება და აი ხალხში აფიშირება იმის, რომ
აი რაღაცნაირად გამარჯვებულია, კარგი ტიპია, ასე ვთქვათ, აქ რეალურ გრძნობებთან არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი ეს 5%-ში, მაგრამ დანარჩენ